მოგესალმებით ჩვენ ისევ გიგალურდ კიფანიძის რუსთავის გიგალურდ კიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში ვართ. გრძელდება ჩვენი რუბრიკა ბლიცის გარდა ყველაფერი, რომლის სტუმარიც მსახიობი ანდრია ვაჭრიძე. ხო სწორად თქვი მთელი დღე როგორც მოვდივარ ანდრია ვაჭრიძე და არ ვაჭრა ხო ხდება ამას ვიმეორებ იცი რა მე უფრო ცუდი შემთხვევებიც მქონია კი ერთ-ერთ არ დავასახელებ ახლა ტელევიზიას ანდრია ვადაჭკორია ეწერა და მეთქი რა არ მინახავს მაგრამ მსგავსი არა თქვა მიხარია რომ მაშინ გეშალა ჩემი გვარი ხო მადლობა მოვიმზადე ძალიან ამისთვის მთელი გზა ვიმეორებდი შენს გვარს ანდრია და ამიტომ გამომივიდა ოჩა და ფულს რა აღმოჩნდეს რა არასდროს არა მშვენიერი რა ბარია ვაჭრიძე yes Okay. მადლობა მოკლედ რომ მოიცანეთ ჩვენთვის და ბლიცის გარდა ყველაფრის სტუმარი ხარ ეს არის რუბრიკა რუსთავის დრამატული თეატრის რომელსაც მე ზუკა ვუძღვები და მოკლედ კიდევ ერთხელ წარგიდგენთ ჩვენი თეატრის მსახიობს ანდრია ვაჭრიძეს ანდრია ჩემ პირველი კითხვა ყველა მსახიობთან არის ეს რომ არსებობს არა პირველად ვეკითხები როგორ ხართ და მითხარებ გადასარევად როგორ ხასიათზე ხარ არ მსახიობს ინტერვიუები და შენ როგორ ხარ რატო პირიქით მე ძალიან მიყვარს ძალიან იმიტომ რომ ვფიქრობ ეს არის ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილი როდესაც შენ ვცდილობ რომ დავაგებულად უპასუხო ადამიანს და გაგეცინე ხერხით გითხარი ვიდეო ბევრს აქვს ხოლმე რომ იცი რა ვერ ვაიაგებ აზრებს არ შემიძლია ინტერვიუს მიცემა და ასე შემდეგ ზოგადად დაულაგებელი აზრი უფრო მოსწონს მაყურებელს აი ექსპერიმენტად მეთქვა ჩვენი ინტერვიუც ეგეთია მე ფაქტობრივად წევან ერთი კითხვა წავიკითხე უბრალოდ და არ ვაყურებ არა წაგიკითხე არ ვიცი კითხვების შესახებ სიმართლე გითხრათ და მეც ვეცდები რომ ვიყო გულწრფელი გულწრფელი როგორცაც ვცდილობ ხოლმე რომ ვიყო სცენაზე და ნახოთ რა გამოგვივა და მე გადავწყვიტე რომ სახეობთან ინტერვიუს როცა ჩავწერ არ მომზადომაძე არ და Google ინფორმაციები არ მოვიძო მინდა რომ მაყურებელთან ერთად მეც პირველად გავიგო რაღაცაები ხო ეს კარგი ისეთი კითხვები მომზადე სადაც საბაზისოდ რა ვიგებ რაღაცაებს და მე თუ ჩაკითხვა გამიჩნდება რა თქმა უნდა მეც ჩაგეთ პრობლემა არა მოკლედ ყოველ ბავშვობაში არის პირველი სცენა პირველი სცენა დედის მამის ოჯახის წევრის და ძმის ან მეგობრების ეზოს წინ ან ფარდას ჩამოაფარებს ან რაღაცა გადაწერს და მოგესალმებით რაღაცა და დაიწყებს სპექტაკლს. მინდა გაიხსენო შენი ბავშვობის მოგონებები თეატრთან დაკავშირებით. ჩემი ბავშვობის მოგონებები თეატრთან დაკავშირებით ცოტა ისეთი მწირია, იმიტომ რომ მე სადაც დავიბადე და გავიზარდე, იქ არ მქონდა მაგის ფუფუნება, რომ თეატრი ყოფილიყო არც თოჯინების, არც პროფესიული, არც სამოყვარულო არანაირი თეატრი ჩვენთან არის. დაიბადე. სოფელ სავანეში, საჩხერის რაიონში, იქ გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე, არგვეთის პაოლო იაშვილის სახელობის საჯარო სკოლა და ჩვენთან იყო მხოლოდ ქორეოგრაფიული წრეები და მე ვცეკვავდი არც თუ ისეთ სუდად, როგორც იხსენებენ ახლა ჩემი ესე ვთქვათ ყოფილი თანამოცეკვავენი და მე მოკლედ აღმოჩნდა ისე რომ თეატრი მხოლოდ სკოლაში თუ ვინმე ჩამოვიდოდა თბილისიდან და რაღაცა წარმოდგენას გვაჩვენებდა ხოლმე მხოლოდ ეს იყო პირველი წარმოდგენა რომელიც ვნახე და რამაც ფაქტობრივად ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თეატრალურმა წარმოდგენამ ეს იყო ბატონ ლევანთაძის მონოსპექტაკლი და არ ვიცი დღემდე ესეთ ემოციას იწვევს ჩემში რომ ვიხსენებ ხოლმე ბატონ ლეო საოცარი მსახიობი როგორ იდგა მხოლოდ თვითონ მარტო სცენაზე და როგორ ზემოქმედებდა ის ჩვენზე როგორ ვიცინოდით მის რაღაც ამბებზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს რაც შეეხება თეატრს მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 12-13 წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მე მსახიობი გამხდარიყავი რა ადრე მიგივი ყველაზე დიდი გავლენა მაინც რა თქმა უნდა იქონია ჩარლი ჩაპლინის ფილმებმა რომელსაც მეზობლის ვიდეო მაგიტაფონზე ვადევნებდით ხოლმე თვალს ფაქტობრივად ყველა ფილმი მაშინ ჩარლი ჩაპლინის მიერ შესრულებული ნანახი მაქვს და ეს იყო აი ჯადოსნური
საათები იყო, როდესაც ეკრანთან ვიჯექი და ვუყურებდი ამ ადამიანის რაღაცა საოცარებებს, რომელსაც ის ჩადიოდა ეკრანზე. ჩაგეკითხები, კინოს მსახიობობა იყო შემიძლია ფიქსი თუ თეატრსაც განიხილა? იცი რა კინო მაშინ იმდენად მიუწვდომელი რამე იყო ჩემთვის, რომ არც მიფიქრია კინო მსახიობობაზე პირიქით, ანუ შემდეგ წლებში უკვე როდესაც ვიაზრებდი და ვაკვირდებოდი ამ ამბავს, ჩარლი იმდენად გამომსახველი იყო, რომ ამის პრობლემა არც თეატრში არ იყო, როცა რაღაცა კონკრეტული ამბები შეგეძლო ეკრანიდან თეატრში გამოგეტანა ცხოვრებაში. მაინც ვფიქრობ, რომ თეატრი ისეთი ჯადოსნური რამ იყო და უფრო ღრმა ბავშვობაში რას შევადარებ, იცი? მე ჩემი დაზოში რომ თამაშობდით ხოლმე, ძალიან ისეთი ჭკვიანი ბავშვები ვიყავით და ქუჩა იყო, მთავარი ქუჩა და პირდაპირ ჩვენი სახლი. ესე ღობის ქვემოთ პატარა დატოვებული ადგილი იყო და იქიდან მიჭყიდებოდით ხოლმე და ვუყურებდით გარეთ რა ხდებოდა. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, ალბათ მე უკვე როცა ამაზე ახლა ვფიქრობ აი ამ წუთშიც. ნახეთ, რაღაცის მიღმა დანახული სამყარო, რაღაცას რო უყურებ და არ ჩანხარ. და ძალიან საინტერესოა ეს და ალბათ ამანაც იქონია გავლენა, რომ რაღაცა კონკრეტული სამყარო ამ შემთხვევაში კულისიდან დანახული თუ სცენის კონკრეტული ჭრილიდან დანახული სამყარო აღმოჩნდა საინტერესო. მსგავსება არის კი, მოყოლის. არის. ემოციური მსგავსება ძალიან დიდი არის. რაღაცა პატარა ადგილიდან დიდ სივრცეზე ფოკუსირება რა და თან მერე უკვე სურვილი და ინტერესი იმის, რომ აი ამ რაღაციდან უკვე იმ სივრცეში მოხვდი და შენ თვითონ ნახო იქ რა ხდება. ფარდის მიღმა სამყარომ დამაინტერესა სავარაუდოდ. კი ბატონო, მოკლედ რა ჭკვიანობებს ძალიან კმაყოფილი ხარ ესე იგი. ბედნიერია. პასუხი კმაყოფილი. კმაყოფილია ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთქვი, რომ მაყურებელთან ერთად მინდა რაღაცეებს გაგება თქო, სახეობებზე თქო. მე მაინც ვიცი რაღაცეები შენზე ანდრე. აჰა, მაინც დაუგუგლავს. არა, არ დამიგუგლავს, იმერიც ისტორიები, რომლებიც არ იგუგლება. ეხლა მოდი აქ საინტერესოა. ხო და არ ვიცი მოყოლილი გაქვს თუ არა ამაზე არ გადამიულია თვალი ან არ მომითხარი ხავს. ჩვენ გავწდით ბავშვობას, გავიგე მსახიობობა, ინტერესები, ის ღობის ჭურჭუტანა, დიდი სცენა, ლევანთაძე მონოსპექტაკლი და შემდეგ, მაგრამ მიხვედი თეატრალურ უნივერსიტეტში. ბევრჯერ. ხო, აი, სწორად გამიგია ესე იგი. ჩემში სწორი აღები მოიტანე. არ მახსოვს ზუსტად, კერად არ ჩავკითხვი ვარ, როცა ეს ამბავი გავიგე. ბოლოს დაამთავრე თეატრალური, არ დაამთავრე, მოგვიყევი, როგორ მიხვედი? რატომ მიხვედი? რა მიგდოდა? ხო, რა გინდოდა და რატომ მიიღე ბევრჯერ უარი, როგორ ფიქრობ და დღეს უკვე როგორ მოახერხე რაღაცა პროფესიული თეატრის სცენაზე იქ. ახლა ჩიგადაში ჩაგეკითხები თუ კითხვა არის პრო. იცი როგორ რამეა, როდესაც შევიტყვე რომ მსახიობი, როდესაც გინდა რომ გახდე, ბევრი რაღაც უნდა გააკეთო ამისთვის. ეს ცოტა გვიან გავიგე, მას შემდეგ რაც პირველად ვცადებდი თეატრალურ უნივერსიტეტში. არავინ არ იცოდა, როდის მქონდა გამოცდა, როდის გავდიოდი ბიძაჩემის გარდა, რომელთანაც ჩამოვედი სოკლიდან და ну, ისიც არ გამომყოლია ბოლომდე, იმიტომ რომ არ მithქვამს. ხო, ეს ცოტა ისეთი ამბავია. გახსოვს გითხარით წელან სოფელში დავიბადე გავიზარდე მეთქი. იქ ზემო იმერეთში თითქმის ყველას რბილი ვასი აქვს, ანუ ბგერავლო. მეც მათ შორის ახლა. ასე ლაპარაკობდი. რო ჩამოვედი მივედი პირველი წელი იყო, ეს იყო 2006 წელი. ბატონ გიორგი შაუტაშვილი იჯდა მისაღებ გამოცდაზე. და როგორც კი ამოვიღე ხმა, აბა ახლა მომისმინე კარგადო. წადიო გამოასწორეო ეს მეტყოლებაო და დაგვიბრუნდიო და მაშინ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა ეს ადამიანი, რა მქონდა გამოსასწორებელი. და მე ჩავედი ისევ სოფელში დავბრუნდი პირველი უარის შემდეგ. მივიკითხე ამბები რა, როგორ რანაირად
ჭიათურის თეატრში იყო ესეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი და ახლაც მოღვაწეობს იზა ჯიშკარიანი. ქალბატონ იზასთან გავიარე კონსულტაცია, მიმასწავლეს ესეც მე მაშინ არ ვიცოდი. მითხრა რომ კი არსებობს რბილი და მაგარი ლუვო და შენ რბილი ვარსი გაკონა ამიტომ არ მიგიღესო. დაიწყე ამაზე მუშაობა, მეორე წელს პირიქით მოხდა, სადაც მაგარი უნდა ყოფილიყო, იქ რბილი იყო, სადაც რბილი უნდა ყოფილიყო, იქ მაგარი უნდა ყოფილიყო და მოკლედ მეორე წელსაც უარი მითხრეს თეატრალურ უნივერსიტეტში. აღმოჩნდა რომ მესამე წელსაც უარი მითხრეს თეატრალურ უნივერსიტეტში და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებზე არ გავსულვარ და მაშინ არ ვიცოდი რომ თურმე ქულები ინახებოდა ეროვნული გამოცდების და ჯგუფი ადიოდა აყავდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ნუ ესეც ჰქონდა დაწერილი იქ რაღაცებს ხო წერდი მაშინ ესე იყო ახლაც ისე. 2008 წლის აგვისტოს ომი ახალი მომხდარი იყო, სექტემბერი დაიწყო, ოქტომბრის დასაწყისია. სანთლების აქცია იმართებოდა თბილისში და სოფლიდან წამოვედით როგორც ერთ-ერთი ჩოხოსანი და გზაში რეკავს ჩემი მობილური ტელეფონი, რომელიც მითითებული მქონდა იქ, ახალი აღებული მქონდა თან ეს მობილურის ნომერი. მეთქი ვინ რეკავს? გამარჯობათ, მე გაწუხებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდანო, თქვენ ჩააბარეთო დრამის რეჟისურაზეო და თუ გააგრძელებთ სწავლასო, ხვალ უკვე ბოლო დღეო რეგისტრაციისო. ეს იმენა დაუჯერებელი ამბავი მეგონა რომ ვიფიქრე რომ ვიღაც ხუმრობდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 3 წელი ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში, ვერ ვაბარებდი. მეთქი ვიღაც ხუმრობს. კარგით მეთქი. მე არა ვარ ანდრია ძმა ვარ მეთქი. არ ყავს ძმა რა თქმა უნდა. გასტროლებზეა მეთქი წასული ცეკვის ანსამბლით თქო და ამაღამ ჩამოვლენ საქართველოში დაველაპარაკები და ეს დაგიკავშირდება ამ ნომერზე. კარგით. ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში დედაჩემთან დავრეკე, ხვალ დილით მეთქი გამომიგზავნეთ სამბუთები, რაც იყო საჭირო იქ ატესტატი რაღაცები და მე მგონი ესეთი ამბავია, სადღაც მოვხვდი. დრამის რეჟისურაზე და მოგმობ ხვალ თუ არ გაიგli რეგისტრაციას. მოკლედ აღმოჩნდა რომ ეს სიმართლე იყო ეს ამბავი, მივედი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გვიან მივედი, მანუ ჯგუფი ფაქტობრივად უკვე მისული იყო, მე ბოლო დღეს გავიარე რეგისტრაცია და ასე აღმოჩნდი სამგზის უარყოფის შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყე სწავლა დრამის რეჟისურაზე. დიპლომით რეჟისორი ვარ, მაგრამ მაშინაც და ახლაც ვცდილობ რომ მსახიობი ვიყო, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა. იცი რა მაინტერესებს, აი დრამის რეჟისურას რომ მოვჩი ილიაში. მე არ გიცდია ისე მისულიყავი თეატრალურში. არა, გაბრაზებული არ ვიყავი საერთაშორის. არა, პირიქით, ნახე როგორ ამია თეატრალურ უნივერსიტეტში მე პირველივე წელს რო ავიყვანე. მე ვფიქრობ შეიძლება საერთოდ თეატრშიც კი არ ყოფილიყო. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ალბათ ხასიათისთვისებაა ასეთი. იმდენად გამაძლიერა და პირიქით ეს სურვილი და ეს ჟინი იმდენად გამიღრმავა, რომ მე ვთქვი, ან ვიქნები მსახიობი, ან საერთოდ არ ვიქნები ამ პროფესიაში. და მე ფაქტობრივად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ პროფესიაში დავრჩენილიყავი. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი დრო დამჭირდა საკუთარ თავთან მემუშავა, ქალბატონ ნატა ცხადაძე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ამგვარ მეტყველებაში, რაც ახლა მაქვს. წელიწად ნახევარზე მეტი მომიწია მუშაობა, რომ გამომესწორებინა ის რაღაცები, რაც საჭირო იყო თეატრალური უნივერსიტეტში. მაგრამ მე არ მიცდია ბედი თეატრალურ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ილიანში რომ მოვხდი, თეატრში ბატონი დავით კობახიძე იყო ჩემი პედაგოგი, ბატონი ოთარეგაძე, საოცარი ადამიანები, საოცარი შემოქმედებითი პროცესები წავიდა და აღმოჩნდა, რომ ის იყო საოცარი სივრცე. ერთი ოჯახი დიდი გარდა ამისა, მე უკვე იქ სცენის მუშად დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე ჩემი ხელფასი უნდა მქონებოდა, რადგან მშობლები დაახლოებით თვის განმავლობაში ალბათ 50 ლარს თუ გამოგვიგზავნიდნენ ხოლმე ცალ-ცალკე მე და ჩემს დას. ეს მაშინ არ იყო არც ცოტა ფული, არც დიდი ფული, მაგრამ ნუ ესეთი მოცემულობა ჰქონდა. და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე უნდა მემუშავა და დავიწყე ილიანში სცენის მუშად მუშაობა და სხვათა შორის 2009 წლიდან
2022-23 წლამდე სერნის მუშავი ვიყავი და ფაქტობრივად დღეს ლიონში დეკორაციასაც მე ვაკეთებ, ანუ სახელოსნოში რა. შედუღება, გადადუღება, მოკლედ ეგ ამბები და დაიწყე მუშაობა იქ და იქ იმ თეატრში ერთი პატარა ოთახი მქონდა და საბოლოო ჯამში 6 წელიწადი ვცხოვრობდი. თეატრში კი ცხოვრობ. კი, ესეთი საოცარი გარემო იყო იქ. აქედან ხანდახან 6 თვე კულისებში მეძინა ხოლმე, იქ ჩემი რაღაც მოწყობილი რაღაცები მქონდა, მერე მსახიობთა ფოიეში მქონდა რაღაცები მოწყობილი, ბოლოს მე გარემონტდა და ოთახი იყო პატარა, სადაც 6 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. Yes. მორჩი დრამის რეჟისურა. მორჩი და ხარ პროფესიით რეჟისორი, ხო, დიპლომატი უფრო სწორედ. და როგორ აღმოჩნდი თეატრში? ანუ მოდი ესე ვიკითხავ, რადგან რუსთავის თეატრზე ვსაუბრობთ. აი როგორ აღმოჩნდი ჯერ პროფესიით რეჟისორის სცენაზე, როგორც მსახიობი, მე როგორ მოხვედი რუსთავის თეატრში? გზა რუსთავის თეატრამდე. ისი რომ მიუხედავად იმისა, რომ მე თანაბრად მიტარდებოდა სარეჟისორო და სამსახიობო ლექციები, მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმე სცენაზე დგომა იყო როგორც მსახიობის. რამდენიმე სპექტაკლი დადგმული მაქვს, მაგრამ როგორც კი სცენაზე ავდივარ, ხვდები რომ იქ არის ჩემი ადგილი და აქეთ არა, ჯერჯერობით არ ვიცი რა, რამე თუ შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მაქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასე ის მსახიობური ამბავი უფრო მაქვს. გზა რუსთავის თეატრამდე. მოკლედ, მე იქ თავისთავად ლიონში დავიწყე ნელ-ნელა სპექტაკლებში თამაში. ძალიან საინტერესო იყო რა შეგრძნება, იცი, როცა ძალიან გამოცდილ მსახიობებს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, საზოგადოებისთვის ძალიან ცნობად სახეობს. დეკორაციას ვლაგებდი, სულ მქონდა განცდა, რომ ნეტავ მეროდის დავდგები სცენაზე და ბოლოს უკვე ისე აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ძალიან ბევრი სეზონი ლეონის თეატრში თითქმის ყველა სპექტაკლში ვიყავი ხოლმე და ეს ოცნებაც ამისროლდა. მე უკვე იყო ესე რომ მივყვეთ ხო ქრონოლოგიურად. მე იყო ტელეკომპანია მაესტრო, სადაც ვასიკოვდიშვილმა წამიყვანა მისი რეკომენდაციით და ძალიან დიდხანს არხის ხმა ვიყავი. მე აღმოჩნდი ახალციხის თეატრში, სადაც 2016 წელს მოიწვიეს ბატონი სოსონ ნემსაძე, რომელმაც დადგა შეშლილის წერილები და მე ვითამაშე ის პერსონაჟი, რომელიც დღეს, ანუ 11-ში, ოქტომბერს უნდა ვითამაშოს ახალ რუსთავის თეატრის სპექტაკლი. ოღონდ რუსთავის თეატრში. ანუ გარდში 2 წამი დაგაპაუზებ, ანუ ბიჭი რომლის მეტყველებად დაიწუნეს, ხო, მათ შორის მეტყველებას ხმაც მოსდევს, ხო? ეს ბიჭი მე გახდა ტელევიზიის მთავარი ხმა. ხო, კი. ანუ იმდენი მუშავა, ანუ შენ სხვა აღიარებ, რომ იქ რაღაც პრობლემები ქონდა მეტყველებაში, ასე ლაპარაკობდი რა ვიცოდი ახლა მე რა მუშავა, რომ მე მთავარი ხმა გახდი ტელევიზიის. მართლა ბევრი. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ დავბრუნდეთ. მე ხო, სოსო ნემსაძე და მე როდესაც უკვე ბატონი სოსო დაინიშნა რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელად, გავჟღერდა ესეთი ინფორმაცია, რომ ეს სპექტაკლი ხომ არ გადავიტანოთ რუსთავში, ოღონდ მთავარი როლის შემსრულებელი ამ შემთხვევაში მე უნდა წამოსულიყავი. სიამოვნებით მივიღეს გამოწვევა, მე ვიცნობდი აქ რამდენიმე მსახიობს, მეგობრობდი უკვე მათთან და როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს სპექტაკლი ამ შემადგენლობასაც უნდა მეთამაშა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, რა თქმა უნდა მივიღე ეს გამოწვევა და 2018 წლიდან უკვე ვახლავართ რუსთავის თეატრში მსახიობი. დღემდე. გაქვს თუ არა კომპლექსი? მე არ ვიცი კომპლექსებზე არ საუბრობენ, მაგრამ მაინც კომპლექსებზე უნდა ვისაუბროთ, იმედი არ გამიბერძდება. გაქვს თუ არა იმის კომპლექსი, რომ მაინც არ ხარ პროფესიით მსახიობი. ანუ ამდიხوان მოგზავს ეგ რაღაც. აი მოგისმენია შენი კოლეგების გარდა, ეგ ხომ მსახიობი არ არის? არა, პირიქით, ძალიან გვიან გაიგეს ხალხმა და ამას არც მე არ ვუსვამდი ხალხს. ბევრმა არ იცის, სხვათა შორის და შეიძლება ხალხი სიუჟეტი იყოს, რომ დიპლომით რეჟისორი ვარ. ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ არ იცის ამის შესახებ. იმიტომ რომ იმდენად საინტერესო წავიდა ჩემი სამსახიობო კარიერა, რომ ფაქტობრივად არც დამჭირდებია, რომ რაღაცა საზოგადოებისთვის ესეთი გამხდარიყო
ცნობილი რომ მე რეჟისორი ვარ. არა, პირიქით არაფერს არ მჭირდებოდა ეს. არც დღეს არ მჭირდება სიმართლე გითხრა. არა, მესმის ხა უბრალოდ მაინც რადგან კომპლექსი არ მაქვს არანაირი. მე მაინც ვფიქრობ რომ მსახიობი ვარ. აი ხა მოვიდეთ რუსთავის თეატრში. მოვიდეთ და მოვყვეთ აქაური გამოცდილებების შესახებ. ანუ არის ეგეთი ამბავი, რომ არსებობს ალბათ ამბები, ამის მოყოლაც მაყურებლისთვის არ შეიძლება. უბრალოდ ან რაღაცა წლები გავიდა უკვე მე ხანდაზმულობის ვადა გავუვიდა აღარ ასახალებენ ამის წყალებში და უკვე შეგიძლია რომ რაღაცები გაიხსენო და მოყვე რა იქ თუ გინდა იყოს უხერხული მომენტების სცენაზე ცირობები გაქვს მე გავყიდე საკუთარი თავი არაფერი არ ვიცი თქო შენ თქო და მე მგონი ჩემზე მეტი ხო და აბა მოგვიყავი ამ იცი რა პირველ რიგში აქ რომ მოვედი რუსთავის თეატრში იმდენად თბილი და რაღაცნაირი გარემო დამხვდა შეშლილის წერილების შემადგენლობას გულისხმობ ჩემს კოლეგებს რამდენი წელი არაც თამაშობთ 2018-ის შემდეგ დიდი ხანი გავიდა დიდი ხანი ის სპექტაკლისთვის კი რომ აი იცი რა ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან მშვიდად გზნობდი თავს რა არანაირი დისკომფორტი არ მქონდა პირიქით ვცდილობდი რომ ის საქმე რომელიც მომანდო ბატონო სოსო პირნათლად შემისრულებინა და ზოგადად ხასიათისთვისაც ეგეთი მაქვს ანუ გამძაფრებული მაქვს რაღაც ეს პასუხისმგებლობის შეგრძნება მე ვფიქრობ ადამიანი თუ რამეს მოგანდობს ხო თუნდაც ეს რო საიდუმლო წარმოიდგინე ხა უცებ მე შენ ვკითხე რაღაცას გეტყვი ოღონდ არავის უთხრა და მთელი ცხოვრება რამხელა პასუხისმგებლობას გკიდება რა რა თქმა უნდა ხო თუნდაც კი არა ყველაზე მაშინ ამიტომ უნდა გაფიქრდეს ადამიანი სანამ ვინმეს ეტყვის რაღაც საიდუმლო მინდა გითხრა რატომ უნდა უთხრა კაცო გქონდეს შეთეში ხო და მოკლედ ეს პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო ყველაზე მთავარი ჩემთვის რამაც ფაქტობრივად დღემდე აცოცხლა ეს სპექტაკლიც დღემდე მომიყვანა მე ამ თეატრში როგორც სახები და ამ შემდეგ ფანტასტიკური დასია ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მეც ამ დასის წევრი ვარ არა ამას ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს სხვადასხვა თეატრები სადაც ყოფილა გასტროლზე რუსთავის თეატრი მაყურებელი რომელიც ყავს რუსთავის თეატრს და აქ ყოფნა არის ძალიან დიდი ბედნიერება და გამოწვევა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ძალიან ბევრი განსხვავებული როლი შევასრულოთ აქ ყოფნის დროს იმიტომ რომ იდგმება ჟანრობრივად სხვადასხვა სპექტაკლები დგამენ სხვადასხვა ასაკისა თუ გამოცდილების ადამიანები და მათთან მუშაობა რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ბედნიერება მსახიობს რა უნდა გარდა იმისა რომ იდგეს სცენაზე და ითამაშოს როლები ხო და ეს როლები მოდის მთავარი როლი მეორე არა იცი რა ჩემთვის მე პირადად ახლა სიმართლე გითხრა ჩემთვის როგორც ანდრია ვაჭრიძესთვის მსახიობისთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა აქვს მე მითამაშია როგორ გითხრათ აი არ ვიცი ფაქტობრივად ყველაფერი მითამაშია ქალი კაცი მოხუცი ახალგაზრდა რა ვიცი ძალიან ბევრი როლები უკვე ფაქტობრივად 80 როლზე 80 როლი მაინც მექნება უკვე ნათამაშები 2010 წლიდან ვარ მოქმედი დღემდე ეს ძალიან ბევრია რეალურად რა და არის ამბები თავისთავად უკვე ამ არტისტულ ცხოვრებაში გროვდება ამბები რომელიც ვიღავ საზოგადოებასთან არ უნდა თქვა მაგრამ იქვე მყოფი მაყურებელი ხომაც გებულობს ამ რაღაცას ხო და ერთი ამბავი ხერხულ მომენტებს მომიყვები ხო ერთს მოგიყვები იმიტომ რომ ეს ისეთი ამბავია რა ცხოვრებაში ალბათ პირველად დამემართა და ეხლა თავს არ ვიმართლებ მაგრამ ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა რამხრივ იცი ფაქტობრივად მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მქონდა სპექტაკლები პლუს რეპეტიციები თბილისში რუსთავში და ესე მიწევდა რა სიარული დილით რეპეტიციაზე საღამოს სპექტაკლი მე იქ ღამეგვიან სპექტაკლის მე აქედან იქით კიდე რეპეტიცია ну მოკლედ თან პრემიერისთვის მზადება და სადღაც ერთი კვირის თავზე უწევდა შეშლილის წერილები ის რაც დღეს უნდა ვითამაშო სპექტაკლი და ფაქტობრივად როგორი გადაღლილი ვიყავ იცი აი დაღლილობისგან რო არ გეძინება აი საშინელი პერიოდი იყო და ჩავდაბა დგავარ სცენაზე ერთ-ერთი სცენის დრო მოვიდა და ამოვარდა თავიდან რაღაცა რა აი გავითიშე სრულიად გავითიშე დავდივარ სცენაზე და ვიძახი
ახლა აქ რა უნდა გავაკეთო? ახლა აქ რა უნდა ვქნა და როგორც იქნა რამდენიმე წამის მერე ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი დრო რეალურად ისე დავაბრუნდი იმ მდგომარეობასა და მოცემულობაში და რამდენიმე წამი მაყურებლისთვისაც დიდი დროა. რა თქმა უნდა დავაბრუნდი მოცემულობაში და მივხვდი რომ სცენა რომელიც უნდა მეთამაშა ის კი არა შემდეგი სცენის თამაში დავიწყე. საერთოდ სპექტაკლი, მაგრამ ისე მოვიდი და დავიწყე და დასრულდა. ამას ხო ესეთი ამბავი იყო რომ ძალიან შემრცხვანელი საკუთარი თავის ესეთ რამე მსახიობს როგორ უნდა დაემართოს კაცს თურმე ხდება ესეც წერა მიფიქრე ვითავხატებ და ვეტყვით ხო რა ესე გადატვირთული იყო ეგ ხო შენი პროფესია რომელიც ხო რა თქმა უნდა ეს არავის არ დაუძალია ჩემთვის ჩემი არჩევანია პირიქით 3 წელი ვიბრძოდი იმისთვის რომ ეს და დღემდე ვაგრძელებ ამ ბრძოლას ამ საქმეში ვიყო ბევრჯერ შეიძლება იყოს კი არა თეატრი ამიტომ მიყვარს რომ ის არის ძალიან ცოცხალი ის ხდება იქვე იმ წუთში იმ წამს იქვე აზროვნებ ეს არის იმპროვიზაცია ხო სადაშორის თავს არ შევიქებ მაგრამ ძალიან მიყვარს იმპროვიზაცია და გამომდის ხოლმე ხანდახან შემიძლია ამაში დაგეთახო ნამდვილად იმიტომ რომ რაღაცა საბავშვო სპექტაკლი ვნახე სამწუხაროდ დღეს უნდა ვნახო მეც პირველად სცენაზე აქამდე არასდროს არ მინახავს ანდრია ითამაშა ასე ჩუმჩუმად აგროვებს ინფორმაციას და სცენაზე არ ყავარ ნანახი და ინტერვიუს იღებს აქა რაიც ერთი რას ვთქვი და ხო და ის შეგნახე და რაღაც შუქი ჩაქრა რა ელისი საოცრება დაკოპა საოცრება იყო საოცრება სხვადასხვა ეს გამოცდილება მე ბევრჯერ მქონია და ალბათ ნახე როგორ ჩვენი პროფესია არის გამოცდილების პროფესია რა რაც უფრო დიდხანს დგახარ სცენაზე მით მეტ გამოცდილებას აგროვებ და მოცემულ წამს ამიტომ არ გიჭირს მე ისეთი გადაწყვეტილების მიღება რომ უპასუხო გარემოს მიერ შექმნილ რაღაცა დაბრკოლებებს რა გამოცდილების მართლა შუაში არა რა თქმა უნდა არა ხო არა შეგერო ჩაქრა და მე რა არ გიყვარს სიბნელე არ გიყვარს ვის უყვარს სიბნელე რეჟისორი რომელთან მუშაობაზეც ოცნებობ ვოცნებობ დიახ რომელთანაც არ მიმუშავია ხო ხალხი ხარ რომელთანაც იმუშავა ალბათ ისინი შეიძლება ვოცნებობდი და უკვე ახდა ოკეი დასაგები ხარ თუ იყო ვინც რა არის მაგ თემაზე არ მიფიქრე სხვათაშორის იმიტომ რომ წევანაც აღნიშნე ისეთი მრავალფეროვანი წარმოიდგინე 80 როლამდე არ არის ძალიან ცოტა ძალიან ბევრია პირიქით და რამდენ რეჟისორს შევხვდი უკვე ხო კომენტარი საინტერესო ჩამოსათვლელია რომელსაც ვერ შევხვდი და რომელსაც საზოგადოება იცნობს დანარჩენთან ფაქტობრივად ყველასთან მიმუშავე და არ მიფიქრია მაგაზე იცი სიმართლე გითხრა აი მაინც და მაინც იმასთან მინდა მუშაობა არ მაქვს მესმის განცდა ყოველ შემთხვევაში თუმცა შეგვიძლია რომ ყველასთან იმუშაო და ითენო რა თქმა უნდა მე განსაკუთრებით გიждები სტუდენტ რეჟისორებთან მუშაობაზე იმიტომ რომ ისინი არიან ნახე საოცრად დიდ ენერგიას დებენ თავის გასაკეთებელში რა ახლა იწყებენ ხო ეხლა უნდათ რაღაცა შენს კი ყურებენ შენს ყარავენ შენგანაც უნდათ რაღაცის გაგება და შენ ხო ამას გრძნო არა ამიტომ შენს მე ისე ხარ რომ შენ რაღაცა მისცე შენი გამოცდილებით იმით ამით და ძალიან მიყვარს რეჟისორებთან მუშაობა ანუ სტუდენტ რეჟისორებთან მუშაობა თუ მაქვს დრო არასდროს უარს არ ვეუბნები ხო თანამშრომლობს სიამოვნებით როლი რომელიც არ გამოვიდა პერსონაჟი რომელიც ვერ შექმნა ესე ფიქრობ შეიძლება მაყურებელს ძალიან მოიწო მაგრამ შენ ესე ფიქრობ რომ არ გამოგივიდა ანუ გამოგივიდა მაგრამ ძალიან იწვალე ამის შესაქმნელად ასეთი როლი მე არ მახსენდება კიდევ არ დავიწყებ თავის ქებას და გეტყვი რითი გავამართლებ ახლა ამ ამბავს როდესაც კონკრეტულ განაწილებაში ვხვდები და ვიღებ მონაწილეობას წარმოდგენაში მიუხედავად იმისა რომ ის შეიძლება არ ვიცი მეათე ხარისხოვანი როლი იყოს და შეიძლება ერთი ეს ჰოპ შეხვიდე გახვიდე მაგ როლსაც კი ნუ მე ასე ვთვლი და ასე უნდა იყოს ვიდგები იმ პასუხისმგებლობით როგორც თავარ როლს
ამიტომ ჩემთვის არასდროს არ დამრჩენია განცდა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებ და მაქსიმალურად ვცდილობ სრულყოფილი ენერგია ჩავდო ნებისმიერი როლის გაკეთებაში და ამიტომ არ ვიცი. თუმცა ყოველ როლით მე ძალიან კვაყოფილი ვარ. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კვაყოფილი ხარ და ეს ემოცია დღემდე მოყვება. კი, ნახე, ძალიან ჩვენი პროფესია ცოტა უცნაური პროფესიაა, ანუ ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. შეიძლება შენ თვითონ რაღაცა როლი არ მოგწონდეს იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა მაინც ვერ გრძნობდე თავს კომფორტულად და იმდენად მიიღოს მაყურებელმა, რომ მე უცებ აღმოაჩენ რომ ვახ კაცო, ესე იგი რაღაცა თურმე თვალსაზრისით არ ყოფილა როგორც ფიქრობ და ის როლი შეგაყვაროს მაყურებელს. ანუ მაყურებელზე ხო დამოკიდებული ხარ, რეჟისორზე ხო დამოკიდებული ხარ, რა ქვია იმას თავისთავად იმ გმირზე დამოკიდებული ხარ, რომ გმირსაც თამაშობ, მას თავისი კონკრეტული ცხოვრება აქვს, ხო? როგორც მსახიობს რეალურად ფაქტობრივად, ხო? აი არაფრის უფლება არ გაქვს, როცა თეატრში, ანუ უფლება ცუდი გაგებით კი არ ვამბობ უფლებას. ნახე, როლს შენით ვერ ირჩევ, პარტნიორს შენით ვერ ირჩევ, მუსიკას შენით ვერ ირჩევ, განათებას შენით ვერ, კოსტიუმს შენით ვერ ირჩევ. ვერაფერს შენით ვერ აკეთებ, გარდა იმისა, რომ შენ უნდა შექმნა სახე, რომელსაც გთავაზობს რეჟისორი, ხო? რეალურად შეიძლება ყველა ახალი პერსონაჟი აი იმ რა ჩამოთვალე მაგათ გამო დისკომფორტიც კი იყოს. დისკომფორტი რა ვიცი? ნახე სანამ მიეჩვევა. დისკომფორტი არა, უფრო ნახე დისკომფორტი ამ სიტყვას უფრო არა. ნახე სწორად რომ დავარქვათ. იცი რა არის რას გავს ეს ყველაფერი? აი, როდესაც უცხო გარემოში აღმოჩნდები და იწყებ შესწავლას. გარემოს შესწავლას იწყებ, რომ იქ მერე თავი კარგად იგრძნო. ყველაფერი უნდა გააკეთოს მსახიობა იმისთვის, რომ თავი იგრძნოს კარგად. ამისთვის წიგნის საკითხვა დაგჭირდება, სადმე მისვლა დაგჭირდება და პირდაპირ ნახვა იმ ამბის თუ ასე შემდეგ და შემდეგ. ეს ყველას ინდივიდუალურად ხვდები, ანუ ვინ როგორ იწყებს მუშაობას როლზე. მაგრამ ნახე როგორი რამეა, როდესაც პერსონაჟი უნდა შეიქმნას და გაცოცხლდეს, ის უნდა დაიწყო ნულიდან, ანუ ფაქტობრივად შენ უნდა ჩათვალო, არაფერი არ იცი, დღემდე არაფერი არ გიკეთებია და აი ახლა იწყებ ამის კეთებას და შენთან ერთად უნდა გაცოცხლდეს, მაგრამ შენ ხარ რეალურად, ხო? ჩვენ ყველას ბაზისური ინსტინქტი ყველას ერთი გვაქვს, ანუ აქედან მოქმედებთ ყველა ამის, იქით მოქმედება არ არსებობს, იქიდან იწყება, ხო? აი ეს მოქმედება განამსახველობით შეიძლება სხვა გქონდეს მე და შენ, მაგრამ ხო ვიცით რომ კონკრეტულ ემოციას, რაღაცა კონკრეტული ლოგიკური პასუხი აქვს, ან ქმედება. და აქედან გამომდინარე მე ნელ-ნელა ლაგდება და იქნება მხატვრული სახე, რომელიც მაყურებლამდე უნდა მივიდეს. მაყურებლის ფაქტორი კიდე ხო საერთოდ სხვა და მოკლედ უამრავი რამეა, რაც განაპირობებს როლის წარმატებას თუ წარუმატებლობას რა. კი ბატონო. მოგვრინდები ისევ რუსთავის თეატრში და ასეთ რამეს კითხავ, ეს არის ჩვენი რაღაცა ტრადიციული კითხვა მსახიობებთან. სცენის გარდა რომელ ადგილს აფარებ თავს თეატრში? აფარებ ჭრალებში, რა თქმა უნდა. ანუ რომელ ადგილას გიყვარს? საგრემიოროს და ძირითადად რო შემოდიარ პირველი სცენაზე შევდივარ. მაშინ დავედით სცენას და გავაგზავნეთ ინტერვიუ. თვითონ ახლა ხარ. ხო, კი, რა თქმა უნდა. რატომ უნდა მოვიდეს? აი ბოლო კითხვაა და ვამთავრებ თქვენთან ინტერვიუს ბატონო ანდრე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ პირიქით საინტერესო კითხვებისათვის. და აი მაინც მაყურებლის ის დავუტოვოთ ამბავი. ჩვენს მაყურებელსაც. და მაინტერესებს რატომ უნდა მოვიდეს ქართველი მაყურებელი რუსთავის გიგა ლურტკიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში. მადლობა ამ ინტერვიუსთვის. საინტერესო კითხვებისთვის და იმისთვის რომ ინტერესდებით ჩვენი ცხოვრებით, რომელიც არც თქვენ იცოდით რაღაც დონეზე და რა თქმა უნდა მაყურებელმაც არ იცის. აქ ამ თეატრში მაყურებელი მე ყოველ შემთხვევაში რაც ვარ 2018 წლის შემდეგ მაყურებელი ყოველთვის არის. რატომ უნდა მოვიდეს მაინც ამ დროებაში თეატრში მაყურებელი და განსაკუთრებით აქ გიგა ლურტკიფანიძის სახელობის თეატრში? იმიტომ რომ მათ აქ დახვდებათ
ძალიან საინტერესო სპექტაკლები. თავისი სათქმელით, თავისი მონაწილე მსახიობებით და რაც ყველაზე მთავარია, თავისი სიყვარულით მაყურებლებისადმი. ამ თეატრში ძალიან უყვართ მაყურებლები და ძალიან დიდ პატივს სცემენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოსულმა ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად. ანუ ის 1 საათი თუ საათნახევარი, რომელსაც ის აქ გაატარებს, უნდა იყოს დაუვიწყარი მისთვის და ამ თეატრში მადლობა ღმერთს არსებობს ისეთი სპექტაკლები, რომლებიც მართლაც ის დრო დაგავიწყებენ ყველაფერს და თავარ სათქმელზე გაამახვილებენ და გაგიმახვილებენ ყურადღებას. სოციალურზეც, რა ქვია იმას, პოლიტიკურზეც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ მაყურებელი ამოიკითხავს ძალიან ბევრ ამბავს თავისი ცხოვრებიდან, სხვისი ცხოვრებიდან, წარსულიდან, დაფიქრდება მომავალზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ამ თეატრში იდგმებოდეს კლასიკური ნაწარმოებიც, როგორც უცხოური, ასევე ქართული, არაკლასიკური, ექსპერიმენტალური და ასე შემდეგ და ასე. ფაქტობრივად ყველა ჟანრის წარმოდგენა შეუძლია ნახოს აქ მოსულმა მაყურებელმა და ამიტომ უნდა მოვიდეს. ვინ არის მთავარი თეატრში? მთავარი თეატრში მაყურებელი. მაყურებელი ღმერთია, ხო რა? მაყურებელია მთავარი, იმიტომ რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ მაყურებლისთვის. ნახე როგორ ამია სიყვარული პროცესია თუ შედეგი? ორივე. არა, სიყვარული შედეგია. მართლა? აი რა გზას გადიხარ, სანამ შენ იტყვი რომ შეყვარებული ხარ. აი პროცესებს ხო გადიხარ და მე ამბობ რომ კი, შეყვარებული ვარ. ანუ შეყვარებული ამ ამბავში არის მაყურებელი. პროცესი ვართ ჩვენ. კი ბატონო, მაყურებელი არის შედეგია, რომელიც სიყვარული. და ამიტომ ყველაფერს აკეთებ მაყურებლისთვის. გასაგებია, რატომაც იკითხე. მადლობა. მადლობა თქვენ და რამის თქმა ხო არ გინდათ? რამის თქმა? კი. არა. არა, თუ კი უნდა გვითხრა. არა. მოკლედ. მადლობა კიდე ერთხელ. ხო დაგჭა რაღაც კონკრეტული განცდა, რაღაც ესეთი. მინდოდა რამის თქმა დაავთქვი. კი. ეს სპეციალურად გააკეთე? ხოლო თეატრწოდნეები არ ხართ რაღაცნაირი კითხვის დამსმელი ადამიანები. ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა ინტრიგა დავტოვოთ. ინტრიგას დავტოვება. როგორ შეიცვალა მიმართულება? წავიდა ჩემგან, მე შენთან აღარაფერი არ მაქვს საერთო. არაფერი. ყველაფერი ვთქვი, მე მგონი იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე უნდა მეთქვა და მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. მოკლედ ეს კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ ვართ რუსთავის გიგალორჩის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში. ეს იყო რუსთავის თეატრის რუბრიკა ბლიცის გარდა ყველაფერი, რომლის სტუმარიც გახდათ მსახიობი ანდრია ვაჭრიძე და კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები. მადლობთ ანდრია. მადლობთ, წარმატებები შენ.